გამარჯობა. გადავწყვიტე დამეწყო თავიდან განხილვა გეგმილური ხაზის. თავდაპირველად ჩემსახეს სწორედ ამ ვიდეოებს ვდებდი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ხაზვის გამოცდას აბარებდნენ. თუმცა მე რაღაცები შეიცვალა, დამჭირდა უნივერსიტეტშიც და ამიტომ მირჩევნია, რომ თავიდან დავიწყოს ერთგვარი სალექციო კურსსაც არ დავარქმევ, უფრო არ მინდა რაღაც გაზეპირებული ვისაუბრო, მინდა რომ თითქოს დიალოგის სახით წავიყვანო ეს სწავლებები. ხოლო რაც შეეხება, ფორმატს ხო ვახსენე დიალოგის სახით. თანდათან ვისაუბრებ ყველაფერზე, ძალიან ისე არა აკადემიურადაც შეიძლება, ვეცდები მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. უბრალოდ ისეთ რამებზე ვისაუბრებ, რაც ფუნდამენტალური რაღაცებისთვის უნდა დაგეხმაროთ, რაც იქნება ნახაზის დაწყება, ხედების განაწილება, გააზრება, რა რატო კეთდება. ეს ვიდეო მოდი აქედანვე ვიტყვი, რომ არ არის მექანიკოსებისთვის, არ ვამბობ, რომ ეს დეტალი აქ ეს ამიტომ ჭირდება და ეს ამიტოა და ეს ამიტოა, არა მსგავს რაღაცებს ამ ვიდეოებში და საერთოდ მე პირადად არ განვიხილავ. მინდა რომ დავიწყოთ თვითონ შევაბეჯოთ ამ სფეროში, რაც არის გეგმილური ხაზა. ჯერ დავიწყებ ზოგადად ახსნით საერთოდ რა მოიაზრებს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ობიექტის ან დეტალის 3D განზომილებიდან მის 2D-ში წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ფურცელს ჩვენ 3D-ში ვერ აღვიქვამთ, იმიტომ რომ ბრტყელი ის არის და ამიტომ მასზე საჭირო დავიტანოთ 2D გამოსახულება, რომელიც მიიღება ხედებისა და იზომეტრიის, უბრალოდ აქსონომეტრიის აგებით. იზომეტრია ერთ-ერთი აქსონომეტრიის ერთ-ერთი ქვეპუნქტია, ასე ვთქვათ. ძირითადად ეს ნახაზები გაკეთდება ასამ ფორმატზე, რომლის ზომები თუ სწორად მახსოვს 420 არის, ასე სიგრძეში არის 420 და სიგანეში არის 297. ძირითადად ასეთებია ხოლმე. არსებობს სხვადასხვა ზომის ასამები, ძირეს არის ISO სტანდარტის ასამი, რომელსაც ევროპაში ვიყენებთ, არსებობს oversize-ის ასამი, რომელსაც ამერიკაში იყენებენ. და მოდი ბარემ ამერიკა ვახსენეთ და ორი სიმბოლო გავარჩიოთ ერთმანეთისგან. საუბარი მაქვს ამ სიმბოლოზე და საუბარი მაქვს ამ სიმბოლოზე. ცოტა წაუმძღვაროთ ამას, რა არის საერთოდ, ხო? ამას ვეძახით ჩვენ პირველი კუთხის პროექციის სიმბოლოს, ამას ვეძახით მესამე კუთხის პროექციის სიმბოლოს. მეორე და მეოთხე არ არსებობს, ამიტომ არ გჭირდება არ დაიბინეთ, რატო პირველიდან მესამეზე გადავხდით. მოდი ახლა 3D-ში რო შეგახედოთ, მივიღებთ ასეთ რაღაც, ასეთი რაღაც setup-ი გვაქვს, საერთოდ როგორ ვიღებთ ჩვენ სამ განზომილებაში, სამ განზომილებიდან ჩვენ ხედებს ვიღებთ სამი ურთიერთმართობული სიბრტყისადმი დაგეგმილებით, ორთოგონალური დაგეგმილებით, მოდი ესეც დავუმატოთ. ორთოგონალური, იმიტომ რომ თითოეული გეგმილი მართობულია ერთ-ერთი და მე შესაბამისად პარალელური დანარჩენი ორი გეგმილთა სიბრტყის. ამ ურთიერთმართობულ სიბრტყეებს ჩვენ ვეძახით გეგმილთა სიბრტყეებს. რა თქმა უნდა, თუ სამ სიბრტყე ვიცით რომ უსასრულო, ერთმანეთით გადავკვეთავთ, ესენი არიან ერთმანეთის მართობულები, მივიღებთ 8 მერვედს. და განსხვავება იმაში, თუ რატომ წარმოიქმნება პირველი და მესამე კუთხის პროექციები, სწორედ მერვედებში არის. ჩვენ და ზოგადად მთელი მსოფლიო უმეტესობა 99% ვიტყვი, იყენებს პირველი კუთხის პროექციას, ხოლო ამერიკელები იყენებენ მესამე კუთხის პროექციას. ჯერ გამოდი განვიხილოთ, რა არის პირველი კუთხის პროექცია. ჩვენ ობიექტს ვათავსებთ პირველ მეოთხედში, აქ. შემდეგ მას ვაკვირდებით, ვიღებთ ამგვარად, ნახეთ, წინ ხედს, აქ უბრალოდ ძალიან მარტივი წერტილი მაქვს, რომელიც გეგმილდება ორთოგონალურად სიბრტყეზე, ამ შემთხვევაში ფრონტალურ გეგმილთა სიბრტყეზე, აგრეთვე ორთოგონალით გეგმილდება იგი ჰორიზონტალურზე და პროფილურზე. და ვიღებთ ხედებს. მაგალითად, ასეთი მარტივი ვარიანტი რო განვიხილოთ, გვაქვს წრფის რაღაც მონაკვეთი, რომელიც ორი წერტილით A და B წერტილებით არის განსაზღვრული და მისი გეგმილები გვჭირდება. სივრცეში რა თქმა უნდა ეს განთავსებული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მისი 2D გამოსახულებები, რაც არის გეგმილები. ორთოგონალებით წავიდა უკან სანამ არ გადაკვეთა გეგმილთა სიბრტყეები, შემდეგ, უკვე წაიშალა ის და რატომაც წაიშალა, ნახეთ, ეს არის გეგმილები ისევ სივრცეში და შემდეგ რა ხდება? Z ღერძზე გადაიკეცება ეს მოდი მუქი ლურჯი მას დაუძახებ პროფილთა გეგმილთა სიბრტყე, ხოლო X ღერძზე გადაიკეცება ეს. თან აქ იჭრება, ასე ვთქვათ, ამაზე გაიჭრება და მივიღებთ ესეთ გამოსახულებას. მივიღეთ წინ ხედი, მივიღეთ Z ხედი, მივიღეთ გვერდ ხედი. ასე ვეძახით, ძირითადად
გეგმილურ ხაზში უფრო სწორად ამას უნდა დაუძახოთ ფრონტალური გეგმილთა სიბრტყე და ფრონტალური გეგმილი, ამას ჰორიზონტალური გეგმილი, ამას კიდე პროფილური გეგმილი. როდესაც შევხედავთ, ეგ ყველაფერი აი ასე ნაწილდება. ზემოთ გვაქვს ზედა მარცხენა მეოთხედში გვაქვს ფრონტალური, ანუ წინხედი, ქვემოთ, ზუსტად მაგის ქვემოთ გვაქვს ზედხედი, ანუ ჰორიზონტალური, ხოლო მარჯვნივ ფრონტალური გეგმილთა სიბრტყისა, ანუ წინხედისა, გვაქვს პროფილური გეგმილთა სიბრტყე. ამას ვუწოდებთ ჩვენ პირველი კუთხის პროექციას, first angle projection, ასე ვეძახით. აი, აქ სწორედ მაგას ხედავთ, გვაქვს ფიგურის წინხედი, ამ შემთხვევაში გაჭრილიც არის, მაგრამ გაჭრას მოდი ყურადღებას მივაქცევთ, გვაქვს წინხედი, გვაქვს ზედხედი, გვაქვს გვერდხედი. ხოლო რაც შეეხება ამერიკას, ამერიკელები ამ ყველაფერს ათავსებენ აი აქ ხდება მაგ ყველაფრის განთავსება. ფიგურას დებენ აქ და მაგის მიხედვით იღებენ პროექციებს. აი ჩვენ შემთხვევაში ასეთი არის, ეს რაღაცა დეტალი გვაქვს მაგალითად, ორი ფიგურის თანაკვეთა არის. წინხედისთვის აი ესე ვდგებით, შემდეგ დავხედავთ. შემდეგ გვერდიდან ვიღებთ მის პროექციას და ასეთი პრინციპი არის. ანუ რო წარმოვიდგინოთ, აი ესე ზემოდან დავდგებით, რა გამოსახულებაც არის, წარმოვიდგინოთ, რომ აღიბეჭდება და ბრტყელ ზედაპირზე, აი ამ ზედაპირზე, რაც ახლა გავაწითლე, მაგაზია აღნიშნული. შემდეგ ასეც რომ დავდგებით, მანდაც უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს გამოსახულება აი ამ ფრონტალზე, F რასაც აწერია, მაგაზია არის აღნიშნული და გვერდიდანაც იგივენაირად რო დავდგებით, ეს გამოსახულება აქ უნდა აღიბეჭდოს. და შემდეგ ამ პრინციპით რო გაიჭრება, მივიღებთ აი ზუსტად ასეთ პირველი კუთხის პროექციას. რა ხდება ამერიკაში? ეგენი პირიქით დგარან, აი ესე უყურებენ წინხედს და რასაც აი შუშაში ხედავენ, აი ფანჯარასთან რომ მიხვიდეთ, ფანჯარაში რაც ჩანს, იმას შემოვალოთ კონტური. სწორედ ასეთ რაღაცას მიიღებთ. ანუ ვერ ვიტყვი რომ ლოგიკა არ დევს, მაგრამ მე თავიდანვე ეს ვისწავლე და მთელი მსოფლიო ამაზე, იმათ რატო უნდა ამის გაკეთება წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ ლოგიკა არ დევს. ანალოგიურად ზედხედისთვის და ანალოგიურად გვერდხედისთვის ვიღებთ ამ ყველაფერს. და შესაბამისად ვიღებთ ცოტა სხვანაირ განაწილებას, როდესაც შემდეგ ასე გაიჭრება, ვიღებთ რომ ზემოთ არის ზედხედი, გვერდით არის გვერდხედი, ოღონდ აქეთ ამის მაგივრად შეიძლება მარცხნივაც იყოს, აქ გვაქვს უკვე წინხედი და აქეთ იხაზება უკვე აქსონომეტრია. აი ეს რო სარკისებურად შემოვატრიალო, სწორედ ეგეთი რაღაცა გვექნება. მაგრამ ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს პირველი კუთხის პროექცია. ეს იმიტომ ავხსენი, რომ თუ სადმე შეხვდებით მაგნახას, ძირითადად ნახაზებს დართული აქვთ აი ეს სიმბოლო, სწორედ ამ სიმბოლომ უნდა გვითხრას. ეს გვეუბნება იმას, რომ არის პირველი კუთხის პროექცია, ეს გვეუბნება, რომ არის მესამე კუთხის პროექცია. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა დეტალს დავურთოთ აი ეს სიმბოლო, რომ გარჩევადი იყოს, იმიტომ რომ ინტერნეტში ბევრჯერ შევხვდებით ისეთ დეტალს, სადაც არეული არის ხედები და უცებ შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ რატომ არის ასე და თუ დაგვირდებით დიდი ალბათობით 99%-ით აი ეს სიმბოლო იქნება და მაგით მიხვდებით, რომელ პროექციაშია დახაზული ეს ყველაფერი, რომელი კუთხის პროექციაში. უშუალოდ სანამ დეტალის დახაზვაზე გადავალთ, მოდი გავიაროთ თვითონ ის წინა სამზადისი პერიოდი, რაც გვჭირდება, რომ აი ამქამდე მოვიდეთ, ხო? გვჭირდება ჩარჩოს მონიშნა და შემდეგ შტამპები. ჩარჩო ინიშნება, აი, რო წარმოვიდგინოთ ეს წითელი ნაწილი. აი, ეს წითელი ნაწილი, რომ წარმოვიდგინოთ, არის A3-ის ფორმატი. და აუცილებელია, რომ მოვნიშნოთ ჩარჩო, რომელიც მარცხენა მხრიდან იქნება 20 მმ-ით დაშორებული, ქვემოდან, ზემოდან და მარჯვნიდან იქნება დაშორებული 5-5 მმ-ით და უცებ აგიხსნით თუ რატომ არის ეს საჭირო. მარჯვნივ 20-ით იმიტომ ვაშორებთ, რომ ალბომში აი აქ ასაკინძი რო იყოს, მაგისთვის დარჩეს ეგრეთ წოდებული მინდორი. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ იმას, ხო? აი ჯერ თუ დავხაზავთ მაგალითად 20 მმ-იანი დაშორებით აი ამ ჩარჩოს ამ ნაწილს, შემდეგ აუცილებელია რომ არ გავასწოროთ აი ესენი და პარალელურად არ ჩამოვიდანოთ აქედან. რატომ ვაკეთებთ მასე? ადრე ხშირად შემოხვედრია ხოლმე ამ ბოლოს უკვე ნაკლებად. არსებობენ ფურცლები, რომლებიც ნაკლებად არიან
სიზუსტეში მოჭრილი, ანუ რაღაც ცდომილება არსებობს. როდესაც აი ასეთ რთულ დეტალს, ну, შეიძლება ძალიან რთული არ არის, მაგრამ როდესაც საშუალო სირთულის დეტალს ვხაზავთ, თითოეული ცდომილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე ძალიან ბევრს ცვლის, ასე ვთქვათ. ამიტომ საწყისი ჩარჩოებს უნდა ავაგოთ ჩვენ შემდეგ ყველა მართობული და პარალელური წრფე, ამიტომ აუცილებელია რომ ესეც იყოს და ჩვენ თუ არასწორ ფურცლის კიდეს ვუყოლებთ ამ ყველაფერს, ავტომატურად მთლიანი ნახაზი არასწორად გვექნება. შესაბამისად აუცილებელია რომ აი ამის მართობული წრფე გავავლოთ, აქ რომელიც 5 მმ-ით, ну დაახლოებით 5 მმ-ით 7-იც რო იყოს, არავინ არაფერს არ გეტყვით რა. და შესაბამისად უკვე აი ეს ნაწილი უკვე შეიძლება რომ ეს გადმოვიტანოთ პარალელურად, ან ამის მართობი გავაკეთოთ ერთსა და იმავე რამეს მივიღებთ. ხოლო რაც შეეხება უკვე აი ამ ნაწილს, ხო? მოდი აქეთ შეგახედოთ ზოგადად რა იწერება. ამ ნაწილში ვსვამთ პროექციის სიმბოლოს, რომ უთხრათ რომ ჩვენ აი ამ სტილში გვაქვს ეს დახაზული. აქ ვინც დახაზა, ძირითადად გვარი იწერება ხოლმე, ან სახელის პირველი ასო და შემდეგ გვარი და აქ თარიღს მიაწერთ. შემდეგ ვინ მიიღო, ან ეს შეიძლება იყოს რეცენზენტი, ვინც შეასწორებს ამ ნახაზს, ან იქნება მუშა, ვინც ეს ნახაზი, ან ეს ამ ნახაზიდან უნდა ააგოს აი ეს დეტალი. იქაც აუცილებლად ჩაბარების, ანუ მიიღება ჩაბარების აქტი არის პატარა, აგერ ვთქვათ. ეს ახლა უნივერსიტეტისთვის არის და აქ ჯგუფის ნომერს წერთ. აქ ზოგადად საგნის დასახელება, ისე შეიძლება აქ დაიწეროს თუ მაგალითად დეტალი კეთდება, შეიძლება დაიწეროს რა ქვია ამ დეტალს, რისთვის არის, მექანიკური დასახელება დაიწეროს. აქ ნუ უნივერსიტეტის სახელი, მასშტაბი, რა მასშტაბში არის დახაზული, რა ფორმატი არის, რადგან ეს შეიძლება ელექტრონული ვერსია იყოს და ვიღაცამ რომ იცოდეს რა ფორმატზე უნდა ამობეჭდოს, მაგისთვისაც აუცილებელია. თუ ალბომი არის, აუცილებლად უნდა დაიწეროს აქ ფურცელი მე-12, ან შეიძლება დაიწეროს ფურცელი 12-14-დან. ჯამში რამდენი ფურცელიც არის, რომ არ დაიკარგოს ფურცლების რაოდენობა. და ვარიანტიც იწერება, აქ შეიძლება ამას ორი ვარიანტი აქ მოდი ასე ვიტყვი, შეიძლება ნახაზი იყოს, დეტალის ორი ვარიანტი იყოს, ან ბილეთი თუ არის საგამოცდო, მე რამდენი ვარიანტი შეგვიძლია, შეგიძლია ესეც დაწერო. ხოლო აი ამ შტამპის ზომები აი ეს არის, აღარ ჩაუღრმავდები ახლა მას რა თქმა უნდა, ან ფოტო გადავიღეთ, ან დაისკრინეთ ან რაღაცა და შემდეგ დაიდოვეთ. რაც შეეხება ამ პროექციის სიმბოლოს, აი ასეთი წაკვეთილი კონუსი არის ფაქტობრივად, რომლის ზომები ან ორჯერ დიდი არის ამაზე, ან ასეთი. ამ შემთხვევაში ორჯერ დიდი აქ უბრალოდ არ ჩაეტევა და შესაბამისად აი ასეთი ზომები ავიღეთ. 10 არის ფუძიდან, ქვედა ფუძიდან ზედა ფუძემდე მანძილი არის წაკვეთილი კონუსის, 15 საშუალოდ დაშორება აი ამ უკიდურესი წერტილიდან, ან დაუძახოთ მაგას ქვედა ფუძე და ცენტრამდე. და უკვე რაც შეეხება აი ამ წრეწირებს, რა თქმა უნდა, კონცენტრულები არიან და შესაბამისად 10 არის ამის დიამეტრი, ამის დიამეტრი 5 არის. და ესენიც რა თქმა უნდა, თუ აი ამ კონუსის წარმოვიდგინოთ, რომ წაკვეთილი კონუსის წინ ხედი არის ეს და აქეთ გვერდხედი გვაქვს დადებული. აი ეგეთი ვარიანტი უნდა წარმოვიდგინოთ. ხოლო რაც შეეხება ახლა ამ ღერძს, რაც მაქვს აქ მონიშნული, რატომ არ დავაწერი ამას ზომები. არსებობს რაღაცა დოგმა, რის მიხედვითაც ზომები იწერება, მაგრამ ყოველთვის ეგ დოგმა არ გამოგვადგება. ზოგჯერ შეიძლება მაღალი დეტალი იყოს, მაგალითად აი ესეთი დეტალი და ამაზე დიდი დეტალებიც არსებობს, რომელიც სიმაღლეში უფრო მეტია ვიდრე მაგალითად სიგანეში. შესაბამისად არ არის ხოლმე საკმარისი აქ მაგალითად ზომის ხაზებში შეიძლება გავიჭედოთ ან რაიმე მსგავსი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ დაახლოებით აქედან 140-ით რო დააშოროთ და ქვემოთ კიდიდან დააშოროთ 40-35 წესით საკმარისი იქნება ხოლმე ძირითადად, მაგრამ თუ ამას ვერ აკეთებთ, არ არის აუცილებელი როგორც ვთქვი, აი ჩემს მოსწავლეებს მაგალითად აი ესევე უბნები ხოლმე, აი დეტალის გაბარიტული ზომები რო წარმოვიდგინოთ, რაღაცა პრიზმა არის, ხო? მართკუთხა პრიზმა არის, როგორ უნდა მოვიქცეთ? აი თუ მაგალითად აი ეს სიგრძის ზომა უფრო მეტია სიგარის ზომაზე, რა თქმა უნდა, აქეთ უფრო მეტი ადგილი გვჭირდება ვიდრე აქეთ და vice versa. ხოლო ახლა თვითონ ხედებს რაც შეეხება. აი აქაც მოდი უცებ შევასწორებ ამას. ძირითადად ძველ სახელმძღვანელოებში თუ ჩახედავთ, შევხვდებით, რომ დაშორება ხედის უკიდურეს წერტილიდან ჩარჩოებამდე არ უნდა იყოს 30 მმ. კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ თუ კი ბევრი ზომა არის დასაწერი, აი მაგალითად ახლა აქ არ არის ბევრი ზომა დასაწერი, მაგრამ შეიძლება შეგხვდეს ისეთი დეტალიც, სადაც იყოს ბევრი ზომა დასაწერი. 2-3 ზომის ხაზი იყოს ერთ მხარეს გასაკეთებელი. შესაბამისად 30 ამისთვის
საკმაოდ პატარა ციფრი არის. შესაბამისად, აი აქ უკვე გვჭირდება ესეთი რიცხვი, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ 2 ან 2-ზე მეტი, 3-ზე მეც ალბათ არც დაიტანთ, იმიტომ რომ შემდეგ უკვე შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ხედებში უნდა გადანაწილდეს და წესით 3-ზე მეტი ზომა ალბათ არ დაგჭირდებათ. შესაბამისად, 40-იც შეიძლება რო ავიღოთ, მაგრამ თუ 40 გახდება აი მაგალითად აქ დაშორება დანარჩენი ხედებით ჩემი რჩევა იქნება რომ იყოს დაშორებული თანაბრად, ანუ 40-ით და 40-ით. არსებობს ნაწილები, სადაც შეიძლება ხედებს შორის დაშორება სხვადასხვა იყოს, მაგალითად აქ. ამ შემთხვევაში 30 გვაქვს აღებული, მაგრამ აქედან ამ ხედამდე დაშორება 56 არის. პირობითად ავიღეთ, რა თქმა უნდა, და ამ ორ ხედს შორის დაშორება შეიძლება დაახლოებით 40 იყოს. ახლა ესეც პირობითად არის აღებული. ამის სიზუსტეს არავინ არ გვიმოწმებს, უბრალოდ ამბობთ, რომ სასურველია, რომ თანაბარი დაშორება იყოს. აგრეთვე შევხვდებით აი ასეთ სიმბოლოს. რას გვეუბნება ახლა ეს სიმბოლო? ეს სიმბოლო გვასწავლის ორ რაღაცას. ერთი არის, რომ ხვდებით აქსონომეტრიის რა სახეობა გვაქვს გამოყენებული, რადგან გვაქვს აქსონომეტრიის რამდენიმე სახე, მოდი აი აქ შეგახედებთ. აი ეს ვარიანტი, აი აქ გვაქვს იზომეტრია, ხშირად აქსონომეტრიას იზომეტრიასაც უწოდებენ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვარიანტი არის. გვაქვს ფრონტალური აქსონომეტრია ან ფრონტალური დიმეტრიაც შეიძლება ამას ვუწოდეთ. გვაქვს მონომეტრიული აქსონომეტრია, სადაც ყველაფერი თავისი ზომით არის შენარჩუნებული და აი აქ 90 გრადუსს ვიღებთ, ამას ძალიან იშვიათად ვიყენებთ და გვაქვს უკვე დიმეტრია, რომელიც ჩემთვის პირადად არის ყველაზე თვალსაჩინო მეთოდი დეტალის ჩვენების, მაგრამ რაღაც სირთულეები ახასიათებს მას. ამას მოგვიანებით აგიხსნით, აი ამ შემთხვევაში ეს დეტალი სწორედ დიმეტრიით არის დახაზული. შესაბამისად, საკმაოდ თვალსაჩინოდ ჩანს ეს ყველაფერი. ერთ რამეს აქედანვე თუ დაიმახსოვრებთ, როდესაც ასეთი ორიენტაციის რომბი გვაქვს დეტალში, დიდი შანსია, რომ სწორედ აი ამ მეთოდით დაიხაზოს. ეს შეიძლება სხვა სახითაც იყოს წარმოდგენილი, აი ამის მაგივრად, რომელიც ეს ყველაფერი მიღებული არის ღერძებზე თანაბარი ზომით გადატანით, მაგრამ ახლა შემეკითხებით, რომ აქ კი ბატონო ეს ზომა და აქაც ეს ზომა, მაგრამ აქ რატომ არის პატარა? იმიტომ რომ განახევრებულია სწორედ ეს არის დიმეტრიის პრინციპი. ხოლო ახლა რაც შეეხება უკვე დანარჩენ მეთოდებს ამის ჩვენებისა არსებობს კიდევ მაგალითად ამის მაგივრად შეიძლება შევხვდეთ აი ასეთ აღნიშვნას. შეიძლება ასეთ აღნიშვნასაც შევხვდეთ, არ არის გამორიცხული. ოღონდ მთლიანად 360 ექნება შემორტყული. ხო, საწყისებისთვის სულ ეს არის. ერთს კიდევ დავაკვირდეთ, ანუ ზოგადად ხედები რას ქვია. ამას კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უბრალოდ გვახსოვდეს, რომ ეს არის წინხედი, ეს არის გვერდხედი, ეს არის ზედხედი. ძირითად შემთხვევაში საკმარისია ხოლმე მხოლოდ ორი ხედის არსებობა, რომ მესამეც ავაგოთ და საკმარისია აგრეთვე, რომ დანარჩენი ხედებიც ვიპოვოთ. სულ ეს იყო დღეისთვის, ამით დაგემშვიდობებით და აუცილებლად გავაგრძელებ უკვე დანარჩენ ნაწილებსაც, სანამ არ შევძლებთ, რომ სრულყოფილი ნახაზი თავისი მეოთხედი წრით შევქმნათ. არ ვიცი, რამდენი ვიდეო იქნება, არ გამითვლია, მაგრამ დაახლოებით 4-5 ვიდეო ალბათ იქნება, შეიძლება მეტიც, რომელიც აი ამ ნაწილს განიხილავს. შემდეგ შეიძლება გავაგრძელო გეომეტრიული ხაზვითაც, რაც არის შეუღლებები და მსგავსი რაღაცები. მანამდეც მე ჯერ ნახოთ დრო რას გვიჩვენებს. შემდეგ შეიძლება დავიწყო უკვე პერსპექტივის განხილვა. ყურადღებისთვის მადლობას გადაგიხდით. მედია გამოგადგებათ ვიდეო. თუ რამე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მეილზე მომწეროთ, ან თუ გაქვთ ჩემი სოციალური ქსელი, მანდაც დამიკავშირდეთ, ან თუნდაც კომენტარებში დატოვოთ, ვეცდები გიპასუხოთ.